rifle sharp and restless. All black, 12 deep, moving through the darkness. Bodies on the clock, we got the market. Switch the lane, burning gas regardless. Too much sauce, chips locked in the fortress. Falling from the sky, ain't exactly on target. Raised in the wild, I'll never be scarred. Blue corner, Saftar Mamadzada, Azerbaijan. Saftar Mamadzade, Azerbaijan. Başına yazmış vardı abi, Marskan'a söyleden. Moğol şefat sefer ikna ve yetebi ikna basayına geleyim, İraklı tepaniye. ეს არის რიგით 100 მილიონ მოცა შეხვედრა კაცების ტურნირის პლუს 18 ბრძოლა ქონდა ქალებში 158 ცოტათი უფრო მაღალია, ცოტათი არის, კაი 5 რაღაც მეტრი და 95 არის ეს კუკუ დენისი და მამედზადე იქნება რაღაც 190 წონაშიც დიდი განსხვავება არ უნდა იყოს მათ შორის და თავის მარცხენათი შეუწია ეგ გადავიდა რუსებულ შეტევაზე მამედზადე ну ძირითადად უტევდა ეს მას ძირითადი დარტყმა მარცხენა ხუკი მუსელში კერჩი ორონზერა ესროლა ასებიჩა მომაგდინებელი როგორ უნდა გაუძლოს აი ამ შემოტევებს მიგდომებს მამედზადასი და როგორ დისტანციაზე დაიკავოს მეტოქე დისტანციიდან მას შანსი იქნება რა თქმა უნდა ისიც არანაკლები დარტყმისა და ჯანღონის პატრონია და მასაც აქვს ერთი ნოკაუტი ამ ტურნირზე ასე მოიგებს ახმოვეძადე ამ პირველ რაუნდს ძირითადად ესე ზეწოლის ხარჯზე ვერ ვიტყვი ხა მას კონდა დარტყმა ძალიან უბრალოდ დათრგუნა მეტოქე და არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა პირველ რაუნდში რაღაც რჩევა დარიგებებს უთუოდ მიიღებს რუმინელი მსვლელებისგან და ესე წააგებს აი თუ ერთი დარტყმით არ დაანოკაუტა ამუშავდა ამ კომაგების და თანაგუნდელების ჯგუფი რუმინელები არ იყვნენ ბევრი მოგონები არ ყავდათ ეს 3-4 კაცი იყო ეს ცოტა მეტი 4 მარტო მედალი აქვს ეხლა ამ მომენტისთვის აქვს ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო პირველი რაუნდი შედეგს ვიღებდით.
ხო მოიგო მამედზადემ რა თქმა უნდა 5-6 და ნახოთ აბა რამეს თუ შეცვლია თუ მოახერხებენ შეცვლას რუმინელები Round 2. ისევ წავიდა წინ ისევ მიაწვა მამედზადე აი პირველი დარტყმა მარჯვენიდან დაიწყო და მარჯვენა კაროსი აგერნა კუკუმ შეიძლება ვთქვათ რომ ის დაწინაურდა პირველ რაუნდში შემდეგ აი შემოერი რითმის გიჩვენა გაეცალა მეტოქეს კი ახლა ბაგირებს უნდა მოშორდეს რომელმე ცენტრში უნდა დაიკავოს პოზიცია შემდეგ ამოვარტყა ეს ქვემოდან ამბობთ მაგრამ არ შეიძლება არ ამგონია ეს დარტყმა ჩაითვალოს ასოთ ხედველობაში მიიღო მსაჯებმა ხარ ვიცი ან ზალა აღარ აქვს ამ მომედოს ვითომ ერთს მოიქნევს ხელს მერე წავა ჩაეხუტება ჩემ მოგებული არ აქვს შეხედრა მოარტყა ხალ კუკუმ ზემოდან ჩამოკრა მარცხენა გამოიყვანა ხა ირაკლი ტოფანია მე შემჩნევა მისსა და ესე თუ გაგრძელებს გაფრთხილებაც არ არის შორს ვავსილებს ქვემოდან დენის კუკუ არ ვიცი ხა მეორე რაუნდს მე მგონი რუმინელი იგებს ხა ის ამას მიწოლის მეტი არაფერი არ უქმნია მარტო ერთი რაუნდით ვერ მოიგებ მოარტყა მარცხენა ხუთი შემდეგ მარტო მარცხენა ხელით იმუშავა ეხლა კუკუმ და არის დაიღალა ალბათ მამედზადე ეხლა უკვე ბატონ პატრონი არის დენის კუკუ სიტუაციის ესე თუ დასრულდა 5-0 იქნება რუმინელის სასარგებლოდ ამით სავს იგატუნებს აი ამ ლასლასი და რაღაც ერთ დარტყმას ამზადებს აზერბაიჯანელი არ ამგონია დაღვიჩან საშკარად აჰა მიესვენა ისე მეტოქეს რაუნდის დასასრულად კუკუმ თუ არ მოიგო ეს რაუნდი ძალიან რამიკვირდება სამი თვე მოუგია მამედზადეს ანუ სამ საათი საათ 28 მაგრამ რაც ნუ არაერთხელ გამოვაცხადე ქინა არსებით უზეადესობას მაგრამ ამბეჭდები გაბატონდა ეს ნახე დაველოდით მესამე რაუნდს
მესამე რაუნდი. აქ კვალიფიციური მოგება ჭირდება კუკუს, ანუ 1 საათთან 10-8. ისიც დაიღალა, რუმინეძე დაიღალა, რა თქმა უნდა. მოარტყა ხა უკან დახევისას კუკუმ. არა, ის არ გავში, ესეც დაღლილია ძალიან, დენისი. 10 თვის მონგებს და დამნოკაუტებელს მით უმეტეს არ არგავს. ესე შეუძლია ხა ბრაზილში გაიყვანოს აზერბაიჯანელმა დრო. აი ისე დაღლილი სახით ახედა, ეხლა მომეცად თითქოს აღარ მოულოდა, მისგან დარტყმას, მაგრამ დაარტყა. უკუ მოვჯერ. კიდევ ერთი ჯები მარცხენა. ბრინჯაოს ვინკვანა. სარამ თუმანიანი და მაჰმად ჯაფაროვი. მაჰამად ჯაფაროვი. კი ბატონო, აგერ პირველი რაუნდი ნამდვილად მოიგო. მომეძადებ და მე აი მიწოლის მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ხა მაინც არ ჩვენს დენის კუკუს მოუკლავს თავი, მაგრამ მესამე რაუნდში 3-4 კარგი დარტყმა ჰქონდა. ორივე, აი ხო უფრო მეტი ძალა აქვს მომეძადეს, მე ის დალასლასებს უკვე დენისი. მოაწიწამი აქ გაგაურიძის სახელობის ტურნირის აქ მოიგებს რა თქმა უნდა ჯამში მოიგებს საფდარ მამედზადე მესამე რაუნდში ამე არსებითი და განსაკუთრებული აღარ მოხდა შესაბამისად აზერბაიჯანს ეკნება 2 ოქრო 2 ვერცხლი 5 ბრინჯაო რუმინეთს 2 ოქრო 2 ვერცხლი 2 ბრინჯაო ანუ კაცებში 6 ოქრო ჩვენ 2 აზერბაიჯანს ყირგიზეთს და ესპანეთს თითო ქალებში 3 ჩვენ 2 აზერბაიჯანს თითო ესპანეთს ყირგიზეთსა და ლიტვას გაიმართება ამის შემდეგ ვოლოდ ზონაში დაჯილდოება მათ შორის დავით ხეცაძის, ალექსანდრე საჯაიასი და ლუკა კილაძის ჩემპიონი. სანგავიში იყო აღარ მიქცევია ყურადღება. ხუთით 0 მოიგო მესამე რაუნდი კუკუმ სამი-2 გამოვიდა. მეორე მამედზადეს მოუგია 3-2.